მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. შეზღუდვების სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გამოსაყენებელ ავტოპარკზე 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და საკრებულოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელის. დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2025 წლის საკრებულოს მუშაობის ანგარიში დეპუტატებს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარუდგინა. ისაუბრა წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაზე პოზიტიურ კონტექსტში, თუმცა განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა და საკრებულოს მეტი კომუნიკაცია საჭირო ამ ურჩეველთან, ასევე მერიასთან კოორდინირებული მუშაობა. დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხელშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი სხდომათა დარბაზია, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე საკრებულოზე განიხილეს 2025 წლის ბიუჯეტის ანგარიში, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ წარუდგინა. მისგან მოვისმინეთ ის, რომ თავდაპირველი ბიუჯეტი 53 მილიონ ლარს შეადგენდა. მასში ცვლილება ორჯერ შევიდა და საბოლოოდ 109 მილიონი ლარი გახდა. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენო მორჩილაძემ კი ავტოპარკზე ისაუბრა, რომელსაც მოხელეები სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გამოიყენებენ. როგორც მორჩილაძემ აღნიშნა, ამ კუთხით შეზღუდვები დაწესდება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები და განახორციელება საკრებულომ ხელი შეუწყოს პროექტების განხორციელებას. აქტიურად მუშაობდა კომისიები, მისი ყველა წევრი და მე პირადად მადლობა მინდა უთხრა მათ. ასევე ვისაუბრეთ და თქვით აღნიშნეთ, რომ მეტად უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობა პრაქტიკულად ჩართული ჩვენ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, ჩვენი ყველა თქვათ პროექტი რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც სასოფლო მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვაქვეყნებთ საჯაროდ განცხადებები გვხვდება, ველოდებით მოსახლეობის აქტიურობას და ჩვენ მზადავართ, რომ ნებისმიერ ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა და აი ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ მხრიდან უფრო მეტი კონკრეტული ღონისძიებების რაღაც ჩატარებაა საჭირო, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ამ ადამიანების ჩართულობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. როგორც ცნობილია, 2025 წლის ბიუჯეტი ჩვენ დავიწყეთ 53 მილიონ 400.000 ლარით, ბიუჯეტში განხორციელდა წლის განმავლობაში 2 ცვლილება, შესაბამისად ბიუჯეტი გაიზარდა 66 მილიონ 800.000 ლარით და წლის ბოლოსთვის დაახლოებით 109.980 ლარს გადააჭარბა. შესაბამისად ბიუჯეტის მიმდინარეობა ყველა პრიორიტეტის ფარგლებში გეგმაზომიერად მიმდინარეობდა, ძირითადი დატვირთვა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდიოდა, აგრეთვე სოციალური კუთხით 3 მილიონზე მეტი თანხა დაიხარჯა, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების კუთხით, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა ზოგადად წლის განმავლობაში, იმიტომ ის პროგნოზები, რაც იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული შემოსავლის ნაწილში გადასახადების კუთხით, ისევე სხვა შემოსავლების და გრანტების კუთხით, ასე ვთქვათ, გეგმა იქნა გადაჭარბებით შესრულებული, აგრეთვე ხარჯების ნაწილშიც, ასე ვთქვათ, გეგმის შესრულება 90%-ს გადააჭარბა, რაც რა თქმა უნდა დადებითი მაჩვენებელია. შესაბამისად, უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელი ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, მართვის საკითხებში, ასე ვთქვათ, დადებითად განხორციელდა. დღეს საკრებულომ მიიღო ავტოპარკის დადგენილება, ავტოპარკის წესის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების განპირობებული ავტომობილების გადაიცემა, სამორიგეო ავტომობილების გადაიცემა, რა ფუნქციებით დაითვირთება. გარდა ამისა, დადგენილი არის ღრული ღირებულებები ავტომობილების, ის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ავტომობილების, რაც თავიდან იდებს, რა თქმა უნდა, არაგონებულ ხარჯებს. და შესაბამისად გვექნება შემცირება ამ ნაწილში, როგორც ტექნიკური ხარჯის, ასევე რა თქმა უნდა საწვავის ხარჯისაც. ანუ შემცირებაზეა საუბარი, როგორც შესყიდვაზე, ასევე მოხმარებაზე საწვავის. დიახ, იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროექტის ჯდება ერთიან სტანდარტში, ერთიან რეგულაციაში, რაც რა თქმა უნდა თავიდან იცილებს არაგონირო, არამისნობრივ ხარჯებს უფრო რეგულირების სფეროში ექცევა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გუშინ 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. პატრიარქობის კანდიდატები მოსაყდრე შიო მუჯირი, მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი და მიტროპოლიტი გრიგოლი ბერბიჭაშვილი იქნებიან. ამის შესახებ სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც საპატრიარქო კანდიდატების გამოსარჩევად კენჭისყრა გაიმართა. საპატრიარქო კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი 20 ხმა, მროვალ ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი 7 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ბერბიჭაშვილი 7 ხმა. ახლა პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ, რომლის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დღევანდელი სინოდი დასრულდა. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. რაც შეეხება შედეგებს, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, 3 კანდიდატი იქნა გამორჩეული. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში მოგეხსენებათ, რომ ამ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ ხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7 ხმა. იყო სხვა კანდიდატები, რომელთაც პირველი სამეული არ იყო, თუმცა სხვების დასახელდა მათ. იყო დიახ, იყო მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოусმინეს. მიხეილ სარჯვალაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ საქართველოსთვის დაიბარა. გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა მინისტრს 24 შეკითხვით მიმართეს. რატომ ვერ ხერხდება დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანა საქართველოში? პრეპარატის უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა კომუნიკაცია პაციენტების მშობლებთან. სარჯვალაძის თქმით, ახლა მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. სარჯვალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესი ბავშვებისთვის სწორი და რეალური წამლის შეძენაა. დღეს ტრიბუნიდან მოგიწევთ ესაუბროთ მშობლებს, რომლებიც წესით თქვენივე ინტერესიდან გამომდინარე თქვენს კაბინეტში უნდა განიხილავდნენ საკუთარი შვილების გადარჩენის გზებს. მათ ზრუნვაში ატარებდნენ დროს და იმიტომ რომ გამბედაობა არ ყოფნით გადაწყვეტილებების მიღების ისინი კანცელარიის ცივ კედლებთან არ ათენებდნენ ღამეებს. თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გასცემთ ერთ კითხვაზე მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს. ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული, მანამ ვიდრე აი აქ მსხდომი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. სხვათა შორის ეს არავინ ეცადოს ისევ გააიგივოს და აურიოს გვერდით მოვლენებში. როგორც ამას ამ დღეების განმავლობაში ესე ტირაჟირებდა ყველა, რომ ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლენა და ასე შემდეგ. გვერდით მოვლენაზე კი არ ვსაუბრობთ. ფატალური შედეგის დადგომის რისკზე ვსაუბრობ. მედიკამენტი არის ასეთი სტატუსით. FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. გადაწყვეტილება კანადაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს ხდომაზე მიიღეს. საქართველო და სომხეთმა ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველო 20 წლამდელთა მსოფლიო თასის სახით FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს
პირველად უმასპინძლებს. სულ უფრო ხშირად ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს, სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში ახლა ტარდებოდა, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი, ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ ძალიან პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებთ და რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული გამორჩეული მიღწევა ის, რომ საქართველოს სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე და უშუალოდ საქართველოს ხელს შეუწყობს ეს ყველაფერი ბუნებრივია სპორტის განვითარებას, მასპინძლობა მათ შორის ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ულოცავ სრულიად საქართველოს და საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას ამდით აღიარებას. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია უმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის მსოფლიო ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და სომხეთი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 82 პირი დააკავა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათი პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილმდებარეობიდან ნივთკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. სამართალდამცავების მიერ რამდენჯერმე გახორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებული პირების ნაწილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში ცვალებადი მოღრუბლობა იქნება და ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება. ლანჩხუთში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და დღისით +21 გრადუსია ნავარაუდები. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. გადავინაცვლოთ კურორტებზე. ბახმაროში მზიანი ამინდი და 8 გრადუსია ნავარაუდები. ურეხში კი 16 გრადუსი. ხოლო დედაქალაქში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება და ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე პარასკევამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.